Makeup story. გამარჯობათ, მე ვარ ლანკა, მეიქაპ არტისტი. დღეს გავუკეთებთ მაკიაჟს მანიკა ასათიანს. თუ რას გავაკეთებთ, ამას მოვიფიქრებთ. ვასუფთავებთ სახეს. ვიღებთ პრაიმერს. ვიღებთ კონსილერს. შემდეგი ეტაპი ვიღებთ ტონალურს. იმისთვის რომ ტონალური დაფიქსირდეს, ვიღებთ პუდრს. გადავდივართ ჩრდილებზე, შემდეგ გადავდივართ თვალის ჩრდილზე, ოღონდ პრიალა. გადავდივართ ტუშზე, კარგად ავტუშოთ წამწამები. თვალი არ მინდა ძალიან გადატვირთული, იმიტომ რომ აქცენტს ვაკეთებთ ტუჩზე. ლანამ ძალიან სწორად შემირჩია მაკიაჟი, იმიტომ რომ ყოველთვის ვიძახი რომ არ მიყვარს გადატვირთული თვალები. ვფიქრობ რომ ჩემ თვალს ნაკლებად იხდება ძალიან სიმკვეთრე, მეც როდესაც რაღაც განსაკუთრებულად ვემზადები ხოლმე, ყოველთვის ტუჩზე ვაკეთებ აქცენტს და ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა პროფესიონალი თვალი არ იცდება და ველოდები საბოლოო შედეგს. ვიღებ პრიალა ჩრდილებს და ვადებ თვალის მოზრავ ქუთუთოზე შუა ადგილას. გადავიდეთ სახის მსუბუქ კორექციაზე, უბრალოდ ამოვიყვანოთ ყრიმალები. სახე რომ იყოს ფრეში, ამიტომ დავამატოთ ცოტა ბლაში და დავამატოთ შემდგომ ჰაილაითერი. იმისთვის რომ მაკიაჟი სრულყოფილი გახდეს, დაგვრჩა წითელი ტუჩსაცხი, წითელი ფანქარი და რა თქმა უნდა, მაკიაჟის ფიქსატორი შიმერებით. დღევანდელი ჩვენი მაკიაჟი დასრულდა. როგორც ხედავთ, თვალი არ გადავწურთეთ, იმიტომ რომ წაუსვით წითელი ტუჩსაცხი და რაც ძალიან აქტუალურია, სახე დავამუშავეთ შიმერებით, ჩრდილებით და ჰაილაითერებით. Makeup story.